თუ სოციალური ქსელები იმისთვის გჭირდება, რომ ბრენდის ცნობადობა და გაყიდვები გაზარდო, მაშინ გამომყევი ნაბიჯ-ნაბიჯ რას გავაკეთებდი ნულიდან რომ ვიწყებდე. ეს არის ბრენდი ნულიდან დღე 3, ჯამური შედეგი ამ ეტაპზე 5234 გამომწარი. ხოლოდ მას შემდეგ, რაც მოვაწესრიგეთ ის, რაც უნდა დავახვედროთ ხალხს, უკვე დროა გამოიყენოს სოციალური კაპიტალი. ის ნერვები არ მაგაშალა? რატომ მოხდა ისე, რომ სულ რამდენიმე დღეა რაც გვერდი დავიწყე და უკვე 5000-ზე მეტი გამომწარი მყავს? როცა სხვები ამას წლებიც ვერ ახერხებენ. უსამართლობაა თუ უბრალოდ გამიმართლა? სინამდვილეში ყველაფერი ლოგიკურია. გახსოვს ბავშვობაში ჩვენს მშობლებს Facebook-ი რო შევუქმენით? აი ის მომენტი, შენ რო ხშირად პოსტავ, უფრო ლამაზ კონტენტს იღებ, უფრო ხშირად აქტიურობ, უფრო კარგად ერკვევი 20 ლაიქი და ამ დროს მშობლები ერთ უშნო სელფის დადებენ 200 ლაიქი და გავსებულია კომენტარებით. რატო ხდება ესა? მარტივია. ეს დამოკიდებულია შენ სოციალურ კაპიტალზე. ანუ პირად ბრენდზე. და ხო, პირადი ბრენდი მხოლოდ ციფრები არ არის სოციალურ მედიაში. ეს არის რამდენი ადამიანი გიცნობს და რა იცის შენზე. ანუ რა ახსენდება, რა არის პირველი ასოციაცია, როცა შენზე გაიფიქრებს. და როცა შენ თინეიჯერი ჭყლინტი მხოლოდ კლასელებს და ორნათესავს იცნობდი, შენმა მშობლებმა ამ ეტაპისთვის უკვე დიდი სოციალური კაპიტალი დააგროვეს. თან ეს ყველაფერი ხდებოდა სოციალური სამყაროს მიღმა. მათ უკვე გამოიერეს სკოლა, უნივერსიტეტი, რამდენიმე სამსახური, ნათესაობის შეკრებები, ყველას ქორწილები და ბევრად უფრო ხშირად ხდებოდნენ ადამიანებს ფიზიკურად და უფრო ლოიალურ ღრმა ურთიერთობებს აყალიბებდნენ ვიდრე ჩვენ სოციალურ მედიაში. გახსოვდეს, შეიძლება ჩემი გვერდი ახლა არის ახალდარეგისტრირებული, მაგრამ მე როგორც ადამიანი არ ვარ ახალი. ისევე როგორც შენ ახლა არ ჩამოფრენილ ხარ დედამიწაზე და არ იწყებ სუფთა ფურცლიდან. გამომწარები მალე იმიტომ მომემატა, რომ ამ ციფრების უკან რეალური ადამიანები არიან, რომელთანაც უკვე დაგროვილი მაქვს ურთიერთობა და ნდობა. სანამ გვერდს შექმნიდი, ამ წლების მანძილზე რაც უფრო კომუნიკაბელური იყავი, რაც უფრო მეტი ადამიანი გაიცანი და მეტთან ჩამოყალიბე ურთიერთობა, უფრო მეტი კონკურენტული უპირატესობა გექნება მეორე ადამიანთან, რომელთან ერთადაც ერთი და იგივე დღეს შექმნით აკაუნტი. თან თავარი ის კი არ არის შენ ვის იცნობ, არამედ ვინ გიცნობს შენ. როგორც ჩემი გამომწარების უმეტესობაზე არაფერი ვიცი, მაგრამ იმათთვის თითქოს ყოველდღე მხვდებიან. აღწერაში დავტოვებ იმ 5 ნაბიჯს, რაც უნდა გააკეთო შენი სოციალური კაპიტალის ბოლომდე გამოსაწვევად. თუ გინდა არ გამოგჩეს შემდეგი ნაწილი, მომწერე პირადში სიტყვა ნულიდან.